მოგესალმებით მეგობრებო ყველას. როგორ ხართ? ეხლა დაგპატიშებთ მე თქვენ ყველას და გადაუზიარეთ მეგობრებს. გადაუზიარეთ მეგობრებს, რაღაც უნდა გელაპარაკოთ რა. ესე იგი, დისკუსია იმართება ჩვენს ინტერნეტ სივრცეში და არა მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, პირად საუბრებშიც იმართება ასეთი დისკუსია, რომ იესო ქრისტეს მამა არის იახვე. ამას ამტკიცებენ როგორც მღვდლები, ისე მეუფეებიც, სხვათა შორის, ისე ბერებიც და ისე მორჩილებიც და ისე ჩვეულებრივი ხალხი, რომელიც ჩვეულებრივი ერის წარმომადგენელია და ამის შესახებ ბევრი არ იცის, თუ არა უჯერებს თავიანთ მამაოს, თავიანთ მღვდელს, თავიანთ წინამძღვარს და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, როდესაც ამ საკითხზე დისკუსია იმართება, ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე დგება ორივე მოსაუბრე. ის ადამიანი, რომელიც სვავს კითხვებს და ის ადამიანი, რომელიც არგუმენტებს იძლევა, რომ ქრისტეს მამა არის იახვე. ჩემი თხოვნა არის მომწეროთ, გაქვთ თუ არა წვდომა ჩემ ხმაზე, არის თუ არა, ისმის თუ არა ჩემი ხმა, თუ კი ვიმე ხართ აქ დამატებული. ამ საკითხებთან დაკავშირებით, მეგობრებო, ესე იგი, აზრი ორად არის გაყოფილი. კაცნი, რომელნიც 316 წელს შეკრებილ კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებელ მამებს უჯერებს, ანუ იმ მამებს, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაემკვიდრებინათ გაურკვევლობა ეკლესიაში, თუმცა ეს წმინდა მამებად არიან წარმოდგენილი დღეს ჩვენს ეკლესიაში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში და არსებობენ კაცთა რაოდენობა, რომლებიც კითხვას სვავენ, თუ ქრისტიანთა საზოგადოება შეიკრიბა ნიკეას კრების დროს 316 წელს და მათ გადაწყვიტეს ქრისტიანულად, რომ ესა თუ ის წერილები უნდა შესულიყო, ესე იგი ბიბლიაში, მაშინ რატომ მოიქცნენ არაქრისტიანულად, რომელთაც ესე იგი მამები, რომლებიც შეეწინააღმდეგენ მათ ამა თუ იმ საკითხში, ეს ადამიანები გაიმეტეს და ცეცხლზე დაწვეს ცოცხლად. მინდა გითხრათ, რომ ის მამები, იყო ეს 360 თუ იყო ეს 270 თუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც იყო, თქვათ 100-10 წინააღმდეგ, არის თუ არა ეს ქრისტიანული და მისაღები ჩვენთვის, რომ ადამიანი, რომელიც 100-10-ზე იმარჯვებს და თუ კი 10 წინააღმდეგი აზრის არის, ამ 100-მა ეს 10 ცეცხლზე დაწვას. და არის თუ არა მისაღები ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის და მართლმადიდებლებისთვის, ქრისტიანებისთვის, რომ ქრისტიანმა ვინმე მაინც გაიმეტოს, თუნდაც მოწინააღმდეგე, თუნდაც მტერი, თუნდაც ურჩხული გაიმეტოს მოსაკლავად. მითხარით, ჩვენ მივდევთ იმ სარწმუნოებას, რომელიც სარწმუნოებაც აგებული არის 390 თუ 370, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მამა იყო იქ და იჯდა მკვლელის კრებაზე. ჩვენ აგებული გვაქვს ჩვენი სარწმუნოება 270 თუ 360 მამაზე, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა მე-4 საუკუნეში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს დღეს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც თავი წმინდანად მიაჩნია და რომელიც ამბობს, რომ ამ ბიბლიამ, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ წერილებმა ბევრი წმინდანი გააწაფა და გამოწვრთნა და ჩამოგვიყალიბა, რომ ამ ბიბლიებს აქვთ უფლება იმ მკვლელი ხალხის მიერ ჩამოყალიბებული წერილებიდან იყოს ლეგიტიმური, რომელთაც მოკლეს ესე იგი მოწინააღმდეგე პარტიის ხალხი. მაგალითად, თუ მამა ამბობს, რომ მე არ ვეთანხმები ამ საკითხს, რომ ეს წიგნი, რომელიც წერილია, მაგალითად, ენოქის წიგნი, რომელიც აგერ მე-20 საუკუნეში ითარგმნა, 21 საუკუნეში ითარგმნა ქართულად კვლავ,
რომელი მამაც ამბობს, რომ მე როგორც მცველი და როგორც ენოქის პატივისმცემელი მისი წიგნი, მისი წერილი უნდა იყოს ბიბლიაში შესული და იცავს ენოქის მამა მისს, რომელი მამაც ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას დაცემულ ანგელოზებზე, ნეფილიმებზე, მთავარ ანგელოზებზე და ასე შემდეგ. და ეუბნება, რომ არ შეიძლება, რომ ენოქის წიგნი არ შეიძლება, რომ იყოს გამოგებული ბიბლიიდან, ხო და ასეთ ადამიანს რო აიღებ და ცეცხლზე დაწვავ, ასეთ ადამიანებზე გვაქვს ჩვენ აგებული ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღი. მე არანაირი წინააღმდეგი არ ვარ წერილების და წერილების განხილვის, მე ვარ მისი მომხრე. ოღონდ მე ვარ მომხრე, რომ განხილული იყოს, ვითარცა ქრისტე ამბობს, ყველა წერილის წაკითხვა უნდა შეგვეძლოს და ყველა წერილი უნდა გქონდეთ წაკითხულიო, გვიტოვებს ქრისტეს სიტყვას და მე ვეთანხმები ქრისტეს, რომ ყველა წერილს აქვს უფლება, ლეგიტიმური უფლება, რომ შევიდეს წერილებში და არ იყოს არც ერთი წერილი დამალული, დაფარული ან სადღაც გადაკარგულ ჩარჩოზე შემოდებული, თაროზე შემოდებული, რომ ის არავინ წაიკითხოს. მადლობა უფალს, მადლობა ენოქს, რომ მოგცა ჩვენ ეს სიტყვა და დაგვიტოვა ჩვენ ენოქმა სიტყვა, რომელიც კაცმა 300 წლით ადრე დაწერა, ვიდრე მართალი კაცი მოვიდა ამ დედამიწაზე, მართალი კაცი, კაცის ძე, როგორც უწოდებს ენოქი, კაცის ძე, რომელიც მოვიდოდა ამ დედამიწაზე და ის დაამკვიდრებდა დედამიწაზე მართალს, სიმართლეს და ჭეშმარიტ სარწმუნოებას, აი ამ კაცის წერილები შემოდებულ იქნა, ნაგავში გადაყრილი იქნა, მოდი ესე ვთქვათ, ნაგავში გადაყრილი იქნა, განადგურებულ და დამწვარ იქნა. მე ვეკითხები ყველა მართლმადიდებელ იმ მეუფეს და მღვდელს, რომელიც ამ საკითხშია ჩართული. მე არ ვეკითხები ბერებს, არ ვეკითხები მორჩილებს, მე ვეკითხები მღვდლებს და მეუფეებს. თუ კი ჩვენ ველოდებით ენოქის გამოჩენას და თუ კი ჩვენ ვიცით, რომ ენოქი აუცილებლად უნდა მოვიდეს ბოლო ჟამის დროს და ის უკვე ჩანს, მითხარით, ენოქი გეკითხებათ თქვენ, რატომ იყო აქამდე მართლმადიდებლური წესით, როგორც თქვენ ამბობთ, რომ თქვენ არ გადახვედით ქრისტეს სიტყვას, მართლმადიდებლური წესით რატომ იყო ენოქის წიგნი გასაიდუმლოებული და რატომ არავინ არ შეისწავლიდა ამ წიგნს და მით უმეტეს, როდესაც ის ქართულად ითარგმნა, რატომ არის კაცობრიობა თუნდაც თქვენს წიაღში, სასულიერო რელიგიურ წიაღში, ამ წიგნზე ამხელა დავა, რომ ჩვენ ეს უნდა წავიკითხოთ თუ არ უნდა წავიკითხოთ. მითხარით, თქვენ თუ ხართ თქვენი მამის შვილები, თუ ძველი აღთქმა არ გაუბათილებია ქრისტეს. მაშინ მითხარით, თუ ესაიას ნაწერები, თუ ვიღაც სხვადასხვა ადამიანების ნაწერები, ზირაკი და ასე შემდეგ შეიძლება იყოს წიგნში, ბიბლიაში შეტანილი, თუ რომაელთა და 3 საუკუნის მერე პავლესთან მობოდვილი, რომელიც ქრისტეზე წერს არასწორ რაღაცებს, შეიძლება იყოს ბიბლიაში შეტანილი, რატო არ შეიძლება, რომ ენოქის წიგნი იყოს შეტანილი ბიბლიაში, რომელიც არის გარკვეული ენით დაწერილი, ძალიან კარგი და აუცილებელი ინფორმაცია. არ არის ამაზე საჩხუბარი, ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვიჩხუბოთ და დავწვათ ერთმანეთი ვითარცა იმ მამებმა, წმინდა მამებად რო არიან შერაცხული, ბრჭყალებში ჩავსვავ. წმინდა მამებად რო არიან შერაცხული ნიკეას კრებაზე გადაწყვეტილების მიმღები ხალხი, რომელიც წვავს დანარჩენ ხალხს. აი ეს შემწვარი მოხრაკული ხორცები, ვისაც უყვარს, გამოჩნდა ეპშტაინის ფაილებში. შემწვარ მოხრაკული ხორცები და ადამიანის კანები და ხორცები და საჭმელი, ვისაც უყვარს, გამოჩნდა და სხვათა შორის, რაც არ უნდა საკვირველი იყოს, მათ შორის ნახსენები არის ზურაბაშვილი, სალომე, სხვა ორი სხვა და კიდევ ილია მეორე. აი ასეთი კაცჭამების ხელში, მეგობრებო, არ გამიკვირდება მე, რომ მეოთხე საუკუნეში ეს ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამ უსამართლობას, დაეწვათ. რამე თუ მცირე იყო მათი რაოდენობა, რომელიც შეეწინააღმდეგა ნიკიას არანორმალურ მამებს. მითხარით, თუ კი ჩვენ ნოეს ბაბუა, რომელიც ნოეს ჩვენ გადაგვარჩენს განადგურებისგან და რომელიც ნოეს ჩვენ შეგვიყვანს კიდობანში და გადაგვარჩენს, მისი ბაბუის წერილები რატომ არ უნდა განიხილებოდეს დღეს ჩვენს ეკლესიაში, მითხარით ქართველებო და მღვდლებო და მეუფეებო.
ეს არის სრული არათანასწორობა, არასამართლიანობა და მხდლობა შიში იმისა, ადამიანს ელოდები და მისი წერილები არაფრად არ გაინტერესებს. ვერ შეეწინააღმდეგებით ენოქს, რომელიც შეეკრა ანგელოზებს, რომელიც მოდის ახლა და რომელიც მალე გამოჩნდება. ვერ შეეწინააღმდეგებით კაციჭამიები ასეთ ადამიანს, რომელმაც შეძლო დაცემული ანგელოზების პირით ღმერთისთვის ეთხოვა, რომ გადაარჩინე ეს ხალხი, რომელმაც პასუხად მიიღო, რომ შენ კი არ უნდა მევედრებოდი ადამიანებისთვის, ანგელოზები უნდა მევედრებოდნენ შენთვისო. რამე თუ ისინი იყვნენ დაყენებული ამ დედამიწაზე ადამიანთა მცველებად და არა ენოქი ანგელოზთა მცველებად. ამიტომ ყველა მღვდელმა, ყველა მეუფემ თუ სხვამ ყური გააღოს და თვალი გააღოს, თორე ძალიან დაგიგვიანდებათ. აუცილებლად გამოჩნდება ენოქი. ენოქი უკვე ჩანს. წაიკითხეთ მისი ნაწერები. ენოქი ბევრს ვერაფერს გვეტყვის ახალს. და როდესაც თქვენ მას ვერ შეიცნობთ და როდესაც თქვენ ანტიქრისტე გეგონებათ ქრისტე და მასცემთ თაყვანს, როგორც დღეს არის ეკლესიებში გავრცელებული, რომ იესოს მამა თურმე იყო იახვე, ვიღაცა იხვხ და რომელიც იაღოველთა სასწავს ეს ძალიან კარგად აქვს ჩაჭერილი და ამას იყენებენ იმისათვის, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ყოვლად ურყვნელი მამები ამ საკითხში ყურით ჩაიჭირონ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ქართულ ენაზე დაწერილი ბიბლია, რომელი ბიბლიის მიხედვითაც მე-12 საუკუნემდე, საუკუნის ბოლომდე ხელმძღვანელობდნენ ჩვენი მეფეები და ჩვენი ერის წარმომადგენლები, რომელთაც ერქვათ იბერნი, ჰებერნი და ამ წიგნებიდან ხელმძღვანელობდნენ ისინი. ვის ქონდა ეს წიგნი ხელთ ჩაბარებული და ვინ იყო ამის მცველი და პატრონი? ესენი იყვნენ შვანნი, რომელიც დღემდე არიან ამ წიგნის მეპატრონენი. თუ კი თქვენ ამ წიგნის მიხედვით არ იხელმძღვანელებთ და არ გექნებათ ინტერესი, რომ იხელმძღვანელოთ ჩვენი პირველი ბიბლიით, რომელიც სრულიად ქართულ ენაზე დაიწერა, თქვენ არ ხართ ქართველები და თქვენ ვერ დამაჯერებთ, რომ თქვენ ქართველები ხართ. თუ თქვენ არ გექნებათ ინტერესი ამ წიგნის წაკითხვის, გამოჩენის და შესწავლის, თქვენ ვერ დამაჯერებთ მე, რომ თქვენ გქვიათ ქართველები. საქართველოს ყველა მაცხოვრებელმა და კუთხის წარმომადგენელმა გპირდებით, რომ თქვენ ყველანი აღიარებთ იმ პირველს, რომელსაც ჰქონდა ეს წიგნი ჩაბარებული, რომელიც წიგნითაც ქართული ტერიტორია იყო მოცული. მიუხედავად იმისა, რომ ამას დიდი ბრძოლები და ომები ჰქონდა და თვით უცხოელმა დამპყრობლებმა დიდხანს გაილაშქრეთ საქართველოში და მრავალჯერ და დიდი ხნის განმავლობაში ამ წიგნს დასდევდა სრულიად მსოფლიო წარმომადგენლობა, ხელთ მაინც ვერ ჩაიგდეს ის. და მადლობა უფალს, რომ ეს წიგნი ღვთიურმა ძალებმა შემოგვინახეს ისევ იქ, ვინც არიან პატრონი ამ ქვეყნისა. ვინ არიან პატრონი ამ ქვეყნისა? შუანი არიან პატრონი ამ ქვეყნისა. რაც არ უნდა სახელი გამიფუჭოთ მე თქვენ სვანებთან, სვანებმა ძალიან კარგად იციან მე ვინ ვარ. ამიტომ ვერ გამიფუჭებთ სახელს სვანებთან. სვანი არიან ის ხალხი, ვისაც უნდა დავუგდოთ ყური. აუცილებლად გეუბნებით მე ამას და გპირდებით, რომ ყოველი ქართველი, ვინც თავის თავზე ქართველს იტყვის, აუცილებლად პირველ რიგში სვანს დაუკავშირებს თავის წარმოშობას.
რამე თუ შვან, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით იშვანს და იშვასთან არის კავშირში და ქრისტეს მათთან არის კავშირში და ქრისტეს დედა ქალდეველი იყო, ხალდეა იყო ის ადგილი, საიდანაც მოდიოდა მარიამი. და თუ მარიამი იყო ქრისტეს დედა, მაშინ მოусმინეთ იმ ხალხს, ვისგანაც იშუა ქრისტე. თუ თქვენ ამ საკითხს ყურად არ მიიღებთ, ხომ? აუცილებლად იქნებით ტანჯვასა და სატანჯუელში. რამე თუ ყოველთვის იქნება გაორება, ესე იყო თუ ისე იყო და ყოველთვის იქნება ომი, არა მე, არა მეულით. არა მე ვარ მართალი და არა მე. აი ეს სატანჯუელი დასასრულს მიუახლოვდა. და მალე გპირდებით, რომ სრულიად ზეციური ძალები ამ საკითხს ფარდას ახდიან. მღვდლებს და მეუფეებს გეუბნებით ამას. ამიტომ ყურად იღეთ ის საკითხი და აუცილებლად გადახედეთ თქვენს დიდ ბაბუას, რომელსაც სახელად ერქვა ჰენოხ. ვერ გაიდგამს ამ ქვეყანაში ანტიქრისტე ფეხს. ვერ გაბატონდება ამ ქვეყანაში, სხვაგან სადაც უნდა იგაბატონდეს, მაგრამ ამ ქვეყანაში ანტიქრისტე ვერ გაბატონდება. ბატონ ჩართულია. კითხვებს ველოდები. სვან ოჯახს ჰქონდა ერთი წმინდა წიგნი, ილია მეორემ გამოართვა და აღარ დაუბრუნა, ალბათ ჩააბარა ვატიკანს. ამიტომ თამარ მეფის აკლდამის გახსნა ჯანმრთელდება, რადგან არ არის ძალა შექმნილი, რომელიც მოახერხებს თამარ მეფის მიერ დატოვილ იმ წიგს, რომელიც წიგნის იყო მხოლოდ 2-2 და რომელიც წიგნებიც ებარათ ჩვენს წმინდა მეფეებს. თუ ქართველი ხალხი არ გამოფხიზლდება და არ გამოვა ამ სატანჯუელიდან, კიდევ დიდი ხანი დარჩება სატანჯუელში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყველა ქართველი, ქართულად მოლაპარაკე ადამიანი იქნება ეს ნებისმიერი საქართველოს კუთხიდან წარმოშობილი იქნება ეს სვანი თუ სხვა, ყველას ყურადღება უნდა მივაპყროთ სწორედ იმ განძზე, რომელიც ჩვენ მეფეებმა დაგვიტოვეს. და თქვა თამარმა, მოვალ მაშინ, როდესაც საქართველოს ძლიერ გაუჭირდება და აი დადგა ეს დროც და საქართველოს ძლიერ უჭირს. რამე თუ ვეღარ გაიგეს ქართველმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მღვდლებმა, იახვე არის ქრისტეს მამა თუ ვინმე სხვა. და როდესაც ამაზე დიდი ომია, და როდესაც კაცი ჭამიები ღვთიურ ხალხს ჭამენ, აი განსაცდელიც მაშინ დადგა, როდესაც ჩვენმა მამათ მთავარმა ილია მეორემ ეკუმენურ გაერთიანებაში მიიღო მონაწილეობა და აგერ ეპშტაინის ფაილებშიც აღმოჩნდა, რომ ის იყო კუნძულზე, სადაც კაცი ჭამიები იკრიბებიან. და რა თქვენ რა გონიათ, ილია მეორეს კაცი ჭამიის გარეშე გამოუშვებდნენ, კაცის ხორცის ნაგემობის გარეშე გამოუშვებდნენ იმ კუნძულიდან? და როდესაც ამდენი ხანი 48 წელი გვმართა ჩვენ ეკუმენური გაერთიანების თავმჯდომარე ილია მეორემ, რომელმაც სავარაუდოდ ბავშვის ხორცები ჭამა,
თქვენ რა გონიათ კარგი დაგოდგებოდა ქართველებს და აი ხედავთ რაც მოუვიდა საქართველოს. დიახ სოფო, რაც ენოქში წერია ზუსტად ერთ-ერთში არის აღწერილი. ერთ-ერთში არის აღწერილი და ერთ-ერთში ხდება. გონს მოდით და ყოველნი მამა თუ მღვდელი დადექით ღმერთთან, ქრისტესთან და არა იახვესთან. იახვე არის ის მკვლელი ღმერთი, რომელმაც ებრაელი ერის გამო ეგვიპტის ჯარი ამოხოცა. ეს არ შეეფერება იმ ქრისტეს, რომელიც ქრისტეც ჩვენი ღმერთია. ეს ქმედება არ შეეფერება ქრისტეს მამას. და არც ერთი ღმერთი არ მართლდება იმაში, ქრისტეს სიტყვის თანახმად, თუ კი ერთი ადამიანის გამო მეორეს მოკლავ. არც ერთი ღმერთი არ მართლდება და ის არ არის ქრისტეს მამა, რომელიც ღმერთიც თვით მარქვია ღმერთი კაცს კლავს, თუმცა მოგიწოდებს რომ არა კაცს კლავ. ამიტომ თქვენ ვერ დამაჯერებთ მე, რომ ქრისტეს მამა არის იახვე. იახვე მკვლელი ღმერთია. ხოლო ქრისტე შემწყალებელია. ის ადამიანებს არჩენს და სიცოცხლეს უბრუნებს. არანც თუ კლავს. როგორი საუბარი მქონდა მეგობრებო? ცოტა ძალიან სტროგი ხმით, ხო? თუ ესეთი სტროგი ხმით არ ვიღვირე, ისე ვერ გაიგებს კაცობრიობა. დამერწმუნეთ, რომ აუცილებლად გამოგაფხიზლეთ ყოვლად ურყვნელი სინათლე, რომელიც შემოსულია ჩვენთან, რომელიც ჩამოსულია ზეცაზე, ზეციდან, დედამიწაზე და რომელიც უკვე მოქმედებს. ბორბალი ტრიალებს და თქვენ ყველანი, ვინც არასამართლიანი იყავით, დღემდე შეგიძლიათ კიდევ რომ გადმოხვიდეთ სამართლიანობის მხარეს. და თქვენ ზუსტად იცით მე რომ მართალს ვლაპარაკობ და სიმართლეს ვლაპარაკობ. თუ ეს არიციან ბერებმა და განუსწავლებელმა ხალხმა, მღვდლებმა და მეუფეებმა ძალიან კარგად იციან ეხლა მე რაც ვთქვი და აუცილებლად კვირდებით, თქვენ ყველანი გამიცნობთ მე პირისპირ. სამწუხაროა რომ ასეთ მდგომარეობაში გაგიცნობთ და არა იმ მდგომარეობაში როგორშიც უნდა გამეცანით. სამწუხაროა და ძალიან მწუხვარ. საპატრიარქო უნდა დაიწვას, იქ ნეგატივია და ასე იქ უდანაშაულო კაცი გამოუშვან, ქურდი რომ მოაშორეს სიწმინდეს. საპატრიარქო უნდა განიწმინდოს, დაწვაც მაგას ნიშნავს. უნდა განიწმინდოს, ცეცხლი განწვენს. ამიტომ საპატრიარქო აუცილებლად იწმინდება და საპატრიარქოს გაწმენდა უკვე დაწყებულია. ამინ ამენით იესო ქრისტე, ეხლა დაგემშვიდობებით მე და ყურად მიიღეთ აუცილებლად მღვდლებმაც და მეუფეებმაც. აუცილებლად დადექით სიმართლის მხარეს. აუცილებლად დადექით ქრისტეს მხარეს. აუცილებლად ჩაეძიეთ თუ რა მოხდა მესამე და მეოთხე საუკუნეში და როგორ გადმოატრიალეს ქრისტეს ცნობიერება. იმ მამებმა, რომლებმაც მოწინააღმდეგენი ცეცხლზე დაწვეს. აუცილებლად ჩაეძიეთ ამ საკითხს და გამოიძიეთ, რომ ღმერთი თქვენ არც თქვენ გაპატიებთ და არც არავის, ვინც ცოცხალი დარჩება აქ. გემშვიდობებით ახლა მომავალ შეხვედრამდე.